აფხაზეთში გმირულად დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, საფეხბურთო კლუბ სოხუმის ცხუმის პირველი პრეზიდენტის, ყოფილი ფეხბურთელის და არბიტრის გურამ გაბესკირიას სახელობის თასის რიგით მეორე გათამაშება გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის გუნდები, სულ 10 გუნდი, რომლებშიც 2007-2008 წლებში დაბადებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. შეხვედრა მესამე ადგილისთვის და თასის ფინალური მატჩი თბილისის დინამოს აკადემიის სტადიონზე ჩატარდა. ჯგუფური ეტაპის მატჩები კი თბილისის სხვადასხვა სტადიონებზე. მე გურამს არაერთხელ შევხვედრი ვარ, როგორც ფეხბურთელს, როგორც მცველს, როგორც პრეზიდენტს კლუბის, შემდეგ როგორც მერს, ისე რომ გურამი ჩვენთვის იყო ძალიან ახლობელი პიროვნება და იყო გმირული სულის, ჯერ კიდე ომის დაწყებამდე ეტყობოდა, რომ გურამი იყო სულით გმირი. გურამი იყო ადამიანი, რომელიც ყველას მხარში ედგა, ჯერ კიდე მანამ სანამ ეს ამბავი მოხდებოდა და ომი დაიწყებოდა, ყველას მხარში ედგა, ვისაც რამე უჭირდა და მისი დარკვევები ჩვენთან ყოველთვის ემსახურებოდა იმას, რომ რაღაცა სიკეთე გავიკეთებინა სოხუმელი სპორტსმენებისთვის და არა მარტო სპორტსმენებისთვის, კულტურის, ხელოვნების დარგის მუშაკებისთვის. ისე რომ ჩვენი ურთიერთობა მე ძალიან კარგად მახსოვს და ნამდვილად ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის ფინალი, რაც მოხდა, თუ როგორ დახვრიტეს გურამ გაბესკირია. გურამი იყო გმირი ცხოვრებაში და გმირულად წავიდა აქედან და მით უმეტეს ახლა ეს ტურნირი, რომელიც მის სახელობისაა, მის სახელს ატარებს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ გურამ გაბესკირიას არ დაივიწყებს არავინ. ამაყობ რომ ამ ადამიანს ვიცნობ, ეს არის საქართველოს გმირი. და მე მინდა ყველა იმ ბიჭს, ვინც დღეს მონაწილეობს ამ ტურნირში, ვინც ფინალშია, ყოველთვის იცოდნენ, რომ ის იყო ის ადამიანი, რომელიც მთელი საქართველო ამაყობს. და მე მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, უთხრა დიდი მადლობა. ფინალურ ტურნირში ერთმანეთს ვით ჯორჯიასა და თბილისის დინამოს აკადემიის გუნდები შეხვდნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება დინამო თბილისის აკადემიის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს გურამ გაბესკირიას სახელობის თასი და პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა. გამორჩეულ გუნდებსა და ფეხბურთელებს კი მედლები და სპეციალური პრიზები. 16 წლის ვიყავი, სენაკს ეგრეში ვთამაშობდი და გურამი მსაჯობდა ამ თამაშზე. იმ თამაშზე გოლი შევაგდე სვისტოკი, გადააგდო და ადგა და ჩამეხუდა თან, გადამწყვეტი გოლი შევაგდე ბოლო წუთზე ხობის კოლხეთთან და ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დაიწყო უკვე სხვანაირად, როგორც ძმები ისე ვიყავით, როგორც უფროსი ძმა ისე იყო, მაგრამ მომცა რეკომენდაცია დინამოში, მაგრამ მაშინ მე მუხლის წინა ჯვარედინა გავიგლიჯე, თვითონ წამიყვანა საოპერაციოდ მოსკოვში, სოხუმის ცხუმი რო შეიქმნა, დამიძახა, ჩემი ძმა ჩამომაყვანია დიმა პაპა, ძალიან მაგარი და ძალიან სერიოზული პიროვნება იყო, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველაფერში. გურამ გაბესკირიას ვიცნობდი 1979 წლიდან. 10 წლის ვიყავი, როცა პირველად სოხუმში ვნახე გურამის თამაში. გურამ გაბესკირია იყო წარმატებული ფეხბურთელი, მსაჯი, ნიჭიერი ორგანიზატორი და მენეჯერი, ვაჟკაცი პიროვნება და ძალიან კარგია, რომ ასეთი ტურნირები ტარდება, ამ ტურნირების ჩატარებას აქვს დიდი მნიშვნელობა მთლიანად საქართველოსთვის. თასის გათამაშება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა. უკვე მეორე წელია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს საქართველოს ეროვნული გმირის ყოფილი ფეხბურთელის საკავშირო კატეგორიის მსაჯის სოხუმის ცხუმის პრეზიდენტის ბატონ გურამ გაბესკირიას სახელობის ტურნირს. მე ვიყავი სოხუმის ცხუმის ფეხბურთელი, როდესაც ბატონი გურამ გაბესკირია იყო გუნდის პრეზიდენტი და მე ვამაყობ იმით, რომ ამნაირი სახელოვანი კაცის ვაჟკაცი პიროვნების გუნდში მსახურობდი, ემსახურებდი ქართულ ფეხბურთს და მიყვარს ეს პიროვნება, არის ეროვნული გმირი და დასაფასებელი ადამიანი. ტურნირი ჩამოყალიბებული იყო 10 გუნდით, სადაც 200-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიან ტურნირს გავაკეთებ და საერთაშორისო სახეს მივცემ. მე ვფიქრობ და მჯერა იმისი, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და იმ სახელოვანი ხალხის ტურნირებს აფხაზეთშიც ჩავატარებთ. ჯგუფიდან მოყოლებული ყველა თამაში მოვიგეთ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ტურნირის მოგება. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ არაუშავს მეორე ადგილს დავჯერდებით და შემდეგისთვის ვეცდებით, რომ შემდეგ ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდეთ. ყველას გვიხარია და ყველას გვინდოდა ეს წარმატება და ჩემი აზრით დავიმსახურეთ მოგება. ძალიან მინდა რომ დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და ჩემი აზრით მოვახერხებთ აფხაზეთის დაბრუნებას.